მიმ კულტურა. ასე დავარქვი 29-ს. მაგრამ აქ მიმების რეაქცია უნდა გადაიღოს ამ მაგას კი არ გულისხმობ. უნდა გესმოდეთ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს, როგორ მუშაობს მიმები. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რაზე ხუმრობს ხალხი და რატო ხუმრობს იმაზე ხალხი, რაზეც ხუმრობს. მიმებს აქ მაინც ფოტო მიმებს არ გულისხმობ. გულისხმობ რაღაცები როგორ იტრენდება, როგორ მიმდება. YouTuber-ისთვის ეს ყველაფერი საქმიანობის ნაწილია. აი ახლა არის მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრენდი საქართველოში, რაღაცა ოპერაცია არ გამიკეთებია. როდის გადაწყვიტე რომ ოპერაცია გაგიკეთებინა? ოპერაცია არ გამიკეთებია. ეს ხო სისულელია რომ 10,000 ადამიანი ამაზე რაღაცა ვიდეოებს იღებდეს და ხუმრობდეს. მაგრამ ამას რაღაცა თავისი კონტექსტი აქვს. რატოც მოხდა? რამდენიმე თვე რომ გავა, ან რამდენიმე წელი რომ გავა, ოპერაცია არ გამიკეთებია და რაღაცა ის ხუმრობა რომ თქვა, ძალიან სისულელე იქნება და არავის არ გაეცინება. და შეიძლება ვიღაცას ახსოვდეს რომ ამ ახლა 2025 წლის ნოემბერში ამაზე მიმები იყო და შეიძლება იმან რაღაცა უკავშირი მოგცეთ, მაგრამ სულ არის რაღაცა ისეთი სახუმარო თემები საზოგადოებაში, სულ ცვალებადია. ამ ყველაფრის შინაარსი და კონტექსტი უნდა გესმოდეთ, რატო არის ასე საერთოდ. ამაზე ძალიან ბევრი მიფიქრია, ამიტომ ტოპ.